ჩვენ დაბრუნდით ეთერში და მეწაღან ბატონურად საუბრობდით აღრიცხვაზე და მინდა ჩაგიკითხოთ ამასთან დაკავშირებით მაყურებელმა დარეკა არაერთი ობიექტი, სადაც ისინი დევნილები იმყოფებიან. რამდენად არის აღრიცხული, არის იქ ყველა დევნილი, ვისაც გარკვეული თქვა შენობები აქვს დაკავებული, თუ არიან ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა გარემოებების გამო დაკარგეს საცხოვრებელი ადგილი? ობიექტებთან დაკავშირებით, ანუ საუბარია იმ ობიექტებზე, რომელიც თვითნებურად დაიკავეს 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ. ჩვენ 52 ობიექტი აღწერილი იყო, არა მარტო ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აღიწერა 2012 წელსვე ეს და პერიოდულად იქ მაცხოვრებლები იცვლებიან. არიან როგორც დევნილები, ისევე სოციალურად დაუცველები, როგორც თავიანთ თავს ეძახიან, ამ შემთხვევაში ყველა მათ შორის არ არის როგორც აღმოჩნდა. ჩვენ ესე ვთქვათ, შესწავლილი გვაქვს ეს ობიექტები, პერიოდულად მონიტორინგსაც ვუწევთ, თუ რა მდგომარეობაა, როგორ იცვლება სიტუაცია. გარდა ამისა, ამ ობიექტებიდან, რომელიც კი ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენ გადმოგცა სარეაბილიტაციო და შემდგომში დევნილებისთვის გადასაცემად, ყველა ობიექტიდან უკვე გამოიყვანეთ დევნილები 2013 წლის განმავლობაში, ასევე თუ ვინმე სოციალურად დაუცველები იყვნენ, რეალურად სოციალურად დაუცველები და არ გააჩნდათ არავით არის საცხოვრებელი, მათაც ჯანდაცვის სამინისტრომ გაუწია დახმარება და ყველა ეს ობიექტი დაიცალა. ჩვენ რეაბილიტაცია მოვახდინეთ და ფაქტიურად შარშან, ვისაც დევნილებსაც საცხოვრებლები მივეცით, სწორედ ესეთი ობიექტების ხარჯზე იყო ძირითადად. იმიტომ რომ რუსთავში 3 ობიექტი იყო, 3-ვე რეაბილიტაცია მოვახდინეთ, თბილისში 6 ობიექტი გამოგვეცა შეჭრილი. 6-მივე გამოვანთავისუფლეთ და რეაბილიტაცია მოვახდინეთ და შევასახლეთ. დაახლოებით 350-მდე ოჯახი. არ არის დარჩენილი არც ერთი ობიექტი, სადაც როგორ არ არის. დაახლოებით 13 ობიექტი იყო, რომელიც გადმოგვეცა. ჩვენ ყველა ეს ობიექტი გამოვანთავისუფლეთ, მაგრამ გითხარით 52 ობიექტი იყო. და აი ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდეთ, უბრალოდ პროდიუსერმა მაცნობებს, რომ ადამიანები, რომლებიც პერმანენტულად თავის გარკვეულ მოთხოვნებს აყენებენ, ხომ ისინი მათ მიმართეს საზოგადოებრივ მაუწყებელსაც დახმარებით და ისინი შეიკრიბნენ საზოგადოებრივ მაუწყებლის წინათ. ჩვენი კორესპონდენტი იმყოფება ხა მათთან ერთად, რომელიც ჩაგვრთება. თეკლა მოგესალმებით. კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვთ მათ, რა სიტყვენ ისინი? დიახ, ნინო, ისინი რამდენიმე მოთხოვნით მოვიდნენ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მას შემდეგ რაც გაიგეს დღევანდელი ჩვენი გადაცემის სასაუბრო თემა რაც იქნებოდა, თუმცა რა თქმა უნდა ყველა პუნქტის თქვენთვის გაცნობას ისინი დღეს ვერ მოახერხებენ, ამიტომ ყურადღებას გაამახვილებენ მთავარ საკითხებზე. ჩვენი ერთ-ერთი სტუმარია მარინა ხუნაშვილი, რომელიც უშუალოდ ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რომლებიც ზოგადად ამ ორგანიზაციის და ცენტრში შემავალ ადამიანებს აწუხებთ. ხალბატონო მარინა, მოგესალმები და დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში რა არის თქვენი მოთხოვნები და რა კითხვებს აუსვათ დღეს ჩვენ სტუმრებს? პირველ რიგში ჩემი კითხვები იქნება გარშემოწერილი სოციალურ თემებთან, უსახლკაროებასთან და იპოთეკით დაზარალებულთა თემასთან დაკავშირებით. მე თვითონ სოციალურად დაზარალებული ვარ, სოციალურ სამართლიანობის დაცვის ცენტრის წარმომადგენელი ვარ და განმავრცობ ამ თემებს. რა ვიცი, ხო სოციალური საკითხებიდან გამომდინარე, ღოღობებიდან გამოსახლება ისეთი მოხდა თვითონ ჩვენი სოციალურების, სადაც შეჭრილები არიან თითქმის ყველა დატოვეს ადგილზე, ასე რომ ვთქვა და მარტო ღოღობერიძე და თემქის 152 სკოლის გამოსახლება მოხდა სტოლთა სამინისტროს მიერ, რა თქმა უნდა პოლიციის დახმარებით. ამას ძალიან უარყოფენ, მაგრამ ფაქტებს ვერსად ვერ წაულენ და ეს აქედან ქუჩაში დაყრილი, ასე რომ ვთქვა, ხალხი ამდენი ხანი ველოდებით ყველა ინსტანციიდან, ყველა სამინისტროდან პასუხებს, მაგრამ ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. აი ამის გამო შევედი ამ სოციალურ სამართლიანობის დაცვის ცენტრში. სოციალურად დაუცველი სტატუსი მაქვს, კი ბატონო. და არიან ისეთი გაჭირვებული ადამიანები, რომელსაც საერთოდ არაფერი არ გააჩნია და ეს სტატუსიც არა აქვს და უსახლკარობას არიან, ასე რომ ვთქვათ, მიჯაჭვულები და არიან კიდევ იპოთეკით დაზარალებულები, რომლებსაც დაკარგეს სახლი, არაფერი არ გააჩნიათ და ის სოციალურიც არ გააჩნიათ, რომ იმით რაღაცა არსებობა გქონდეთ და რაღაცა გააკეთოთ. აი იმ გამოსახლებულებიდან, რომელიც გარეთ დაგვყარეს ქუჩაში, ასე რომ ვთქვათ, რაღაც გზები გამონახეს და შევიდნენ ნილურის 14-ში. არის პოლიკლინიკის შენობა. იქაც რამდენჯერმე შევაწუხე ამ თემასთან დაკავშირებით ყველა სამინისტრო, მაგრამ იქიდანაც არც უარყოფითი პასუხია, არც ჯანდაცვაც მერიაც რაღაც თავს აგვარიდებენ, ასე რომ ვთქვა, თვითონ სოციალები არაფერს არ წარმოადგენენ და მე კიდევ მართალია კანცელარიასთან გავაჟღერე და მე ძალიან მესიამოვნა, რომ
ელთოს კავშირის წარმომადგენლობა ზუსტად იგივე სიტყვები მიუწდეს, რაც ჩვენი სამართლიანობის დაცვის ცენტრიდან იყო მოწოდებული და მივხვდი, რომ ნამდვილად აღწევდა ჩვენი სიტყვები კიდევ რაღაცას და დღევანდელ მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან ეხლა აგზანდება ბატონი გიორგი, მე მინდა მიმართო. ნუ თუ ეს კარვები იყო ამ ხალხის იმედი, იმ კარვებშიც დაეხოცათ ხალხი და თუ კარენოი თბილისელობაზე არავის არა აგლაპარაკი თავის სიტყვებიდან გამომდინარე შეიძლება გაეცინოს ამ სიტყვებზე ახლა კარენოი თბილისელობას არავინ არ ითხოვს უბრალოდ მე ვითხოვდი მაგასთან მიმართებაში რომ თბილისელები დაეკმაყოფილებინათ თბილისში რაიონელები კი ბატონო რაიონში რადგან აპირებდნენ მეორე ეტაპით რაიონში მთლიანად ხალხის გაყვანა მე შემოგთავაზეს რაიონში გადასვლა რაზეც უარი ნუ არა შემოთავაზება ჯერ არანაირი არ ყოფილა რა ვიცი, უბრალოდ კარვები იყო მარტო შემოთავაზება და მეორე ეტაპში ვნახოთ რას გააკეთებენ, მაგრამ მე ის მაინტერესებს თუ დანარჩენი ხალხი არის ადგილზე და აცდიან სიტყვაზე, როდის რაღაცა იქნება, ჩვენ რა დავაშავეთ ამ ხალხმა, დანარჩენმა იმ სოციალურებმა, რომლებიც აღმოჩნდნენ ამჟამად ბევრი ისევ ქუჩაშია, ბევრს ასეთ ისე ნათესავმა შეფარება გაუკეთა და ბევრს კიდე რაღაცა 50 ლარა და 100 ლარა წარმოიდგინეთ ეხანდელ დროში რა ბინაში უნდა იყოს ადამიანი და შეუჩერდა თან ის სოციალურებით და ვერ იღებენ ვერანაირ დახმარებას და ვიღაცა მწირის ჩვენთან კიდევ იპოთეკით დაზარალებული ადამიანი დიახ ქონება წარქმეული რომელსაც თავისი ისტორია აქვს მოგვიყევით თქვენი ისტორიის შესახებ და თქვენი მთავარი კითხვები რა შემთხვევაა დიახ მე გახლავართ სიღნაღიდან კულტანიძე ნათელა 2006 წელს წამართვეს ქონება ქალაქ სიღნაღში 2007 წლიდან დაწყებული დღემდე არ დამიტოვებია არც ერთი სახელმწიფო უწყება, არც ერთი სამინისტრო, სასამართლოები, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეს სამართლიანს, რა თქმა უნდა. ამიტომ გადავწყვიტე შევექმნა მე თვითონ კონსულტაციისა და სამართლებრივი ანალიზის ცენტრი, რის თავმჯდომარეც გახლავართ მე და ვფიქრობ იქნება ამ აქედან დაწყებული გავაერთიანო ჩემთან, ჩემნაირი დაზარალებული ხალხი, აქ შედიან ქონება წართმეულები, იპოტეკი დაზარალებულები, იპოტეკი დაზარალებული, ესე არ არის რომ ვიღაცამ თავისი ამოვნებისთვის სახლი გაასხვის ან ვიღაცას მისცა და ვალი აიღო. ეს მოდიოდა სახელმწიფო რეჟიმიდან, როგორც მოხდა ჩემს შემთხვევაში. გამხადეს იძულებული შვილის ავადმყოფობა ის რომ დავიბრუნებდი ისევ ჩემ ქონებას, რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ჩემი შვილებისთვის იყო ღირებული, ამიტომ მოხდა ჩემი სახლის დაკარგვაც, რასაც შეეწირა ჩემი შვილების ერთადერთი საცხოვრებელი. მის გარდა არანაირი თავშესაფარი ჭერი ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩემთან არიან ისეთი მეგობრები, რომლებსაც დაუჭირეს შვილები რაღაც პოლიტიკური დაუჭირეს მეუღლეები, გადაუდებელი ავადმყოფობა, არაერთხელ მიმართვა სახელმწიფო უწყებებთან არ მოხდა იქიდან დახმარება და იძულებული აღმოჩნდა რომ შვილის სიცოცხლეს გადაერჩინათ და იპოტეკის სახლი და დღეს აღმოჩნდით ქუჩაში. მივმართავთ თუ შეიძლება თქვენის ვისარგებლებ დღევანდელი და მივმართავ სახელმწიფოს და მთავრობას. მე ვარ ერთ-ერთი აქტიური ქალი, რომელიც ვიყავი იმედი და რწმენით სავსე ქართული ოცნების მოსვლით მთავრობაში. მათ იცოდნენ ყველას ჩვენი პრობლემა სოციალურების თვითონ გაგვხადეს, დაუცველების თვითონ გაგვხადეს, იპოტეკი დაზარალებული ქონება იცოდნენ როგორ სახელმწიფოში მოდიოდნენ და როგორი მოსახლეობა დაუხდებოდა აქ. ისინი მოდიოდნენ დანაპირებით რომ ყველაფერს შეასრულებდნენ, მათ იცოდნენ ჩვენი ტკივილი, გვარწმუნებდნენ, გვაიმედებდნენ და დღეს აღმოჩნდით ყველაფრის გარეშე. ძალიან ვთხოვ ბატონ ღარიბაშვილს, რომელიც არის კეთილსინდისიერი წესიერი ახალგაზრდა ჯერ ჩვენიდან ჩვენი შეხედულები და ძალიან ვთხოვთ, კიდევ მოდის არჩევნები. ნუ დაავიწყდებათ ის სიტყვები, რასაც ისინი ყოველი არჩევნების დასაწყისში და წინა საარჩევნოს პირდებოდნენ არაერთხელ და ეხლაც მოხდა მის მიერ ტელევიზიით გამჟღავნება, რომ ის თუ ვინმეა განაწყენებული ჩვენიდან ვიძგვედგნენ გვერდით და ვერ დავასაქმეთ. ჩემ ოჯახში ყველა დაუსაქმებელი ვარ. ჩემი შვილები უმაღლესი განათლებით არიან. გოგონა 2 თვეში უნდა იმშვებიარო შვილმა, სად წავიყვანო, აღარც ნათესავს უნდივართ, არავის არ უნდივართ. და კიდევ ერთხელ მიმართავ მთავრობის
წევრებს ისევ ჭირდებით ხალხი ჩვენ ვართ საზოგადოების ის ნაწილი რომლებიც ყოველთვის საჭირონი ვართ და სირცხვილია დღეს საქართველოში ესე ამდენი გაჭირვებული ამდენი უსახკარო დაგვიბრუნოთ ჩვენი წარქმეული ქონებები მე მათხოვარი არა ვარ და არ ჩემი მეგობრები ჩვენი ქონებები დაგვიბრუნოთ და ჩვენ მივხედავთ ჩვენ თავს მადლობთ ყველა ამ შეკითხვას გახეთ პასუხისმგებლობთან ერთად არის მადლობა დიდი მადლობა მე მინდა ლექსოს როგორც ადვოკატს ვკითხო აი რა ეტაპზე თითოეული საქმე ამ ადამიანების როგორ მიდის და მე აუცილებლად რა თქმა უნდა უპასუხებენ ბატონი გიაც და ბატონი მურადიც თუ რა ხდება კუთხით რაზეც ისაუბრეს როგორც თქვენ თავად დარწმუნდით ძალიან მძიმე მდგომარეობა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ეს ქალბატონები მე ვიცნობ კონკრეტულად მათ საკითხებს ჩვენ ასევე სამართლებრივი დავა გვაქვს კონკრეტულ სამინისტროებას რომელიც არიან წარმოდგენილნი და ჩვენ ასევე ვცდილობთ რომ სამართლებრივად დავამტკიცოთ რომ ეს ადამიანები არიან მართლები და სახელმწიფოს ის ვალდებულებები რომელიც აქვს აღებული ჩვენ ვაიძულებთ სახელმწიფოს რომ ეს ვალდებულებები შეასრულოს საქმე პროცესია თუ ყოფილა კონკრეტული რომელიმე კომპანიებთან არის ადაო და არა სახელმწიფოსთან ამ შემთხვევაში ვიცით ჩვენ ასევე ანუ თქვენ იპოთეკარის თემას გულისხმობთ ხომ დიახ ჩვენ ასევე ვეხმარებით შეძლებს დაგვართ რა თქმა უნდა რომ ვიმუშაოთ ინდივიდუალურად იპოთეკარით დაზარალებულ ადამიანთა უფლებები დავიცვათ თუმცა იქ არის სამწუხარო ფაქტები რომ ჩვენ უძლურნი ვართ ანუ დაგვიანებული ქმედებებია ანუ გულისხმობთ იმათ რომ იურიდიულად არის ხშირად შემთხვევები ჩამორთმეული სახლის დაბრუნების ასეთი პრეცედენტი არსებობს თუ არსებობს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ანუ მივართ იმ კონვენციამდე რომ ანუ ეს ხელშეკრულება არის ბათილი და ეს სადარბა გავხადოთ ბერკეტი მწირია თუმცა არის ინდივიდუალურად ჩვენ ასევე ყოფილა მსგავსი სიტუაციები სადაც ჩვენ აი აბსოლუტურად გაგვიცოცხლებია საქმე და დაგუწუნებულია სასამართლო ხანდაზმულობაც არ კეთება ეგ ასევე არის რომ მაგალითად ყველანაირი ეტაპი ამოწურა ამ ადამიანმა ანუ ჩამოართვეს გამოასახლეს და უკვე კეთილსინდისზე გადადის და იკარგება და ავტომატურად ანუ ვეღარ შენ მხარე აღარ ხარ ამ შემთხვევაში ეს იურიდიული ფიქრობ თუ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ეს აი ორი სიტყვით ეს ჩვენ ამ თემას კი აუცილებლად ცალკე გადაცემას დაუთმობთ ამას იმიტომ რომ ყველა საკითხი ერთად არ მოგვარდებოდა დღეს რაც შეეხება კონკრეტულად თქვა იგივე ჯანდაცვის სამინისტროს და პოლიციურ განსახილების სამინისტროსთან არსებულ პრობლემებს რასაც ეს ადამიანები ითხოვდნენ და რა პრეტენზიებიც მათ აქვთ მე მინდა თქვენს ასევე კითხოთ აი კონკრეტული ობიექტები ჩამოთვალეს ქალბატონებმა საიდანაც იყო გამოსახლება და მათი თქმით კანონდარღვევას ქონდა ადგილი ისინი აღმოჩნდნენ ქუჩაში ამ კონკრეტულ თემებზე თუ შეგვიძლია რომ პასუხი გავცეთ მათ ბატონო ჩვენი მხრიდან ის ობიექტები მიწევენ აღნიშნე რომ რამოდენიმე ობიექტის გამონთავისუფლება მოხდა აბსოლუტურად კანონის სრული დაცვით მოხდა მაშინ რა აღმოჩნდნენ ისინი ქუჩაში მათ კითხვას დაგებრუნეთ კონკრეტულად ამ შემთხვევაში მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ალბათ გააჩნდათ, თუმცა ჩვენი სამინისტროს ბენეფიციარები არც ერთი არ იყო ეს ადამიანები, ისინი არ არიან დევნილები და შესაბამისად არც ჩვენი ბენეფიციარები არიან, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრომ თავის დროზე ყველა ის სოციალურად დაუცველი, ვინც იყო შესული და არ გააჩნდა არანაირი საცხოვრებელი არც თბილისში და არც რეგიონში, ძირითადად რეგიონში ჰქონდათ და თავიანთი სახლები ჰქონდათ მიტოვებული, ესეთი ადამიანები უზრუნველყო და კოჯორში სპეციალურად მათთვის გააკეთეს სოციალური სახლი. ბატონი გია ამაზე უფრო დეტალურად ილაპარაკებს. კანონის დარღვევა ამ შემთხვევაში არ ყოფილა არც ერთ შემთხვევაში ჩვენი სამინისტროს მხრიდან. ამ შემთხვევაში აქ ძალიან ესე რომ ვთქვა სისწროესთან გვაქვს ადგილი, იმიტომ კანონის დარღვევა არ ყოფილა, იყო ჩვენ თავად ამ პროცესში ვიღებდით მონაწილეობას და ვაკვირდებოდით. უამრავი კანონ დარღვევა იყო, მაგალითად კონკრეტულად განსაკუთრებული და მოწყვლადი ჯგუფები, გულისხმობ მოხუცები, ბავშვები, ინვალიდები, ეს ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ეგრეთ წოდებულ მე-13 სკოლაში. ეს ადამიანები ძალით, ფიზიკური ძალით მოხდა გამოსახლება. ეს იყო დარღვევა. ინფორმაცია ახლა. არა, ინფორმაცია ეს არის კადრები. მაწმუნებელი, ანუ პროვოცირება იყო. ჯერ ერთი შინაგან საკითხის გეუბნებით. თქვენ ეხა თქვენი გახვდით და თქვენ მონიტორინგს უწევდით ამ პროცესს მიუხედავად უშუალოდ ამას თქვენ ცდილობთ რომ შინაგან საკითხთა სამინისტრო ახორციელებდა. ეს სიტუაცია გადაფაროს კონკრეტული ფორმაზე გამოსახლები ფორმა იყო სასტიკი, რომელიც ანუ აბსოლუტურად
იქ რო ყოფილიყავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ძალიან დაიწყებინებოდი და რა თავარია სამართლებრივად ყველანაირი ჩარჩოს გაცდენ იმიტომ რომ ადვოკატსაც არ მისცეს იმის საშუალებად რომ შეეშვა დაეცვა გადაკეტილი ქონდა პერიმეტრი და ესე უყრიდნენ ანუ ყველაფერს ან ნივთებს და ყრიდნენ პირადად ვიყავით იმიტომ შემდეგ ეს ყველაზე დიდი ნონსენსი რაც არის რომ ეს ადამიანები იძულებით ესე დაშინებით შანტაჟით გადაიყვანეს კოჯორში დაყარეს იქ მე როგორც ინფორმაცია მაქვს ბატონ გიორგის დაურეკია პოლიციისთვის რომ იქ რაღაც შეჭრა და ანუ შეჭრა დაუფიქსირებიათ და ოფიციალურად არ მიეცათ რომ შესულიყვნენ და ფაქტიურად ეს ადამიანები ბავშვები სერიოზული ბრალდება ეს სერიოზული ბრალდება ირგვლივ შევიკრიბეთ ხო და კონკრეტული პრობლემა არის ის რომ სახელმწიფოს არ აქვს ბერკეტები და ესე მოგხსენებათ ესე ცდილობენ რომ გაიმართლონ და კანონის ვითომ და კანონის ჩარჩოებში ახორციელონ ამიტომ ჩვენ მიმართებთ ასევე სამართლებრივად მოქმედებთ და სასამართლოში ვდავალთ აღნიშნულ მე-13 სწორედ გამოსაყენად დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტა და რა შეიძლება უბრალოდ ბატონო რა ჩვენ ხო ყველაფერს ვიტყვი მე თვითონ თავს დავადანაშაულებ და გავიმართლებ კონკრეტულად რო ახსენეთ კიდე ეგრეთ წოდებული კარვები თუ ბარაკები თქვენ კარვები როგორც ახსენებთ ეს კარვები არის ძალიან დიდი სისულელე ვინც მოიგონა და ყოველად მიუღებელია რომ დღე ჩვენს ქვეყანაში ეს კარვები პერიოდში როდესაც ადამიანები გამოსვლის საშუალება რო გვაქვს მაგრამ იქ ადამიანები ჯერ ესეთი ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს რო ვალდებულება აღებული ამ საერთაშორისო ხარტიები და ნორმები ერთი მითხარით რა რომელ საერთაშორისო ვალდებულებებზე ლაპარაკობთ თქვენ ცოტა მათ ჩაიხედეთ და ეს შეიძლება გიპასუხებთ ძალიან დიდ დროს გვაკარგია დავიწყოთ მარტივად დავიწყოთ მარტივად არა თქვენი პოზიცია რა სადაა ორივე ქალბატონი ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობია ერთი ქალბატონი არის იპოთეკარი დაზარალებული და ბოლო პერიოდში გამოჩნდა წინა ქალბატონს უკვე ქალბატონ მარნას კაიხანია ვიცნობ დავიწყოთ იქიდან არ მინდა და კონკრეტიკაზე დავიდეთ მაგრამ დავიდეთ კონკრეტიკაზე ამ შემთხვევაში კანონის დარღვევა დაიწყო იქიდან როდესაც ოქტომბერში ადამიანები მივიდნენ სახელმწიფო საკუთრება შეამტვრიეს და მე არ მოვერიდები ამ შემთხვევას დაარღვეს კანონი შესაბამისად სახელმწიფომ რაც გააკეთა ზოგს დაუნიშნა ქირები ზოგმა ეს ქირები კეთილი ირებეს და გამოვიდნენ იქიდან ზოგმა ქირაც აიღო და დარჩა ამ შენობაში შესაბამისად თითოეულ ამ საქმეზე იყო ეკონომიკის სამინისტროდან შეტყობინება პოლიციაში რომ ამ ხალხის გამოსახლება მოხდარიყო პოლიციას ჰქონდა სრული უფლება იმ დღესვე გამოეყვანა ეს ადამიანები მას ამას კანონი აძლევს ამის საშუალებას მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ამ შემთხვევაში წავიდა დათმობაზე და გარკვეულ ობიექტებზე გარკვეულ კი არა ყველა ობიექტზე თვალი დახუჭა სანამ ამ ობიექტების პრიორიტეტულობის საკითხი არ დადგა როგორც კი დადგა პრიორიტეტულობის საკითხი ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროექტში ჩაერთო ერთადერთი კუთხით რომ იქ სოციალური აგენტები შეუშვით თითოეული მოსახლეობა აღწერეთ და გავაკეთეთ ბაზა გულისხმობდა რომ ადამიანი უნდა ყოფილიყო სოციალურად დაუცველი არ უნდა ქონოდა შემოსავალი არ უნდა ქონოდა საკუთრებაში სხვადასხვა რა ქვია გინდა რეგიონში გინდა თბილისში უძრავი ქონება კონკრეტულად ამ ქალბატონს რაც შეეხება იმიტომ ვერ მოხდა ბაზაში ეს ადამიანი არის დასაქმებული მეტროპოლიტენში და ამ ადამიანს აქვს შემოსავალი თითოეული ადამიანის ბედი რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ზუსტად იმიტომაც რომ ეს ადამიანები ქუჩაში აღმოჩნდნენ მიუხედავად იმისა რომ ეს არ იყო ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია ჩვენ კოჯრის ბავშვთა სახლი რომელიც იმ დროს იყო დაკეტილი გამოვყავით ადგილი და შევიყვანეთ ეს ადამიანები იქ 20 ოჯახი რაც შეეხება მეორე ინფორმაციას თქვენ სწორი ინფორმაცია გაქვთ ზუსტად მე დაურეკე პოლიციას და გამოვიძახე იმიტომ რომ იმ 20 ოჯახის გარდა იქ ავიდა ძალიან ბევრი ოჯახები და აპირებდნენ კოჯრის ბავშვთა სახლის შემტვრევას შესაბამისად მე არ დაუშვი კანონდარღვევა და როგორც კანონმორჩევო მოქალაქემ ეს ინფორმაცია შევატყობინე პოლიციას ამის შესახებ თქვენ სწორი ინფორმაცია გაქვთ რაც შეეხება კარვების თემას სახელმწიფოს ნებისმიერ თავმოყარე სახელმწიფოს უნდა ქონდეს თავშესაფარი სამწუხაროდ მე დავიწყეს გადაცემა იმით რომ დღესდღეობით მრავალი წლის განმავლობაში ესე თავშესაფარი არ არსებობდა დეკემბერში ხალხი იყინებოდა უბრალოდ ქუჩაში ჩვენ სხვა გამოსავალი არ დაგვჭა და ვახსენეთ თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო ზუსტად მაგიტომ მონაწილეობდა რომ ოპერატიულად მოხდარიყო კარვების საწყობა და ზუსტად ერთი დღის განმავლობაში გაიშალა 200 ადამიანზე კარვები იყო თავიდან 15 კარავი დღეს არის 20 კარავი და 100 აქედან გამომდინარე ჩვენ ზამთარი ამ ხალხს გადავატანეთ ქუჩაში ხალხი არ ყდებოდა შიმშილით არ იყინებოდა სიცივის
შესაბამისად კარავში გეტყვით მაგას? სად კარავში? კარავში დაიღუპა 2 და 3 ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ადამიანზე არის გადაცემული ექსპერტიზაზე, ეს ადამიანები იყვნენ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, გააჩნდათ ქრონიკული დაავადებები და ზუსტად თქვენ რო არ მოგწონთ ეს კაროები ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ადამიანები ქუჩაში რო ცხოვრობდნენ, ზუსტად მაგიტომ დაიღუპნენ. იმიტომ რომ ვარ კაროები თქვენს არ მოგწონთ. არა, შესაბამისად მე გავაგრძელე თემა. მაშინ არ მოგეწონა. შესაბამისად გავაგრძელე თემა. რო გაიშალა და ეხლა თურმე რა სახელმწიფო მოინდომა და კაროები გაიშალა იქ, ეხლა მოდი დავიწყოთ მარტივი ლოგიკით. კაროებში, ქაშვეთის კარავში იყო სტიქიურად მოწყობილი, რაც შეეხება ამ კაროებს, ეს კაროები იყო გათბობით, საკვებით, საჭმელით, სამედიცინო პუნქტით, ჰიგიენით უზრუნველყოფილი. შესაბამისად, თითეული უწყება აგებდა პასუხს. ამ კაროებში შეყვანა ხდებოდა ესა რა ქვია პოლიციის მიერ და სასწრაფოს მიერ, როდესაც ქუჩაში პოულობდნენ ადამიანებს. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ გადავერჩიეთ ადამიანები ქუჩაში დაყოფისაგან, მაგრამ გითხარით, კაროები ჩვენთვის მისაღები ფორმა არ არის. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ თავრობის მიერ მიღებულ სტანდარტებს, სასწრაფოდ არის გაწერილი სტანდარტები და შესაბამისად, რა თქმა უნდა, კაროების ქალაქში სტანდარტების უზრუნველყოფა შეუძლებელია. ზუსტად ამისდით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს 2-3 თვეში მაქსიმუმადებს გეუბნებით, აშენდება კონსტრუქცია უკვე ცალსახად, სადაც იქნება სტანდარტები დაწესებული. ეს სტანდარტები დაწესებული ვარ თქვენი და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ საბოლოოდ მივიღოთ კარგი შედეგი და მოსახლეობა იყოს ყოფილი. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ნინო, მე მგონი შენ შეაძამა. მე მინდა უბრალოდ ინტერაქტივი შევაჯამოთ თქვენ უპასუხეთ მაშინ, რომ რა თქმა უნდა დასაქმებაა, თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს, შეკითხვა იყო ასეთი სოციალურად დაუცველ პირთა პრობლემის მოსაგვარებლად რა არის უფრო აუცილებელი. დასაქმება უპასუხა 40%-მა, ფულადი დახმარება 8%-მა და ბინით უზრუნველყოფა 52%-მა. ეს ალბათ იმ 54 გახდა ხა მაცნობებს ჩვენი რეჟისორი 54%. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ ისე უმთავრესი პრობლემა ამ ეტაპზე მათთვის ის არის, რომ მათ არ აქვთ უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდე შევხვდებით მით უმეტეს იპოთეკარების თემაზე ვისაუბრეთ, აუცილებლად კიდე ამ თემას დაუბრუნდებით და ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელზეც მოგვიწევს ამ გადაცემაში საუბარი. უღმესი მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებთ.